წლების წინ მაშინ, როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემს კლასში არსებობდა ესეთი ტრადიცია. კლასელები ერთმანეთს უსვებდით მეგობრობის დღიურს. ძალიან საინტერესო და ლამაზი ტრადიცია იყო. ეს იყო ჟურნალი, ფაქტობრივად ეს იყო რვეული, რომელშიც იყო რამოდენიმე კითხვა და კლასელები, მეგობრები ერთმანეთს პასუხობდით, ვუკეთებდით რა ჩანაწერებს ამ ჟურნალში და პასუხობდით კითხვებს. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი: რომელ ცნობილ პიროვნებასთან ისურვებდით შეხვედრას? რომელ ცნობილ ადამიანთან ისურვებდით თქვენ შეხვედრას? დღეს მინდა სასწauლებრივი საოცარი შეხვედრის შესახებ გესაუბროთ, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი და ამ შეხვედრის დროს გაჟღერებულ ღვთაებრივ ჩანაფიქრზე. საუბარი იქნება ძველი აღთქმიდან. ძველ აღთქმაში მრავალი ბიბლიური პერსონაჟი იყო უამრავი ლიდერი, წინასწარმეტყველი, მსაჯული, მეფე, ცხებული, მაგრამ თუ თეოლოგებს დავესესხებით, იყო სამი პიროვნება ძველ აღთქმაში. სამი პიროვნება, სამი ადამიანი, ვინც უდიდესი როლი შეასრულა საღვთო ისტორიის ჩაწერაში. ეს იყო პირველი აბრაამი, მეორე იყო დავითი და მესამე იყო მოსე. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი მათგანი რომ არ ყოფილიყო ღვთაებრივ ისტორიაში. იქნებოდა თუ არა სრულყოფილი ბიბლია? არ ვიცი, ალბათ არა. დღეს გვექნება მოსეზე საუბარი. თუ თქვენ ოდესმე ესტუმრებით წმინდა პეტრეს მცირე ბაზილიკას რომში, შით ნახავთ 235 სანტიმეტრიან მარმარილოს ქანდაკებას, რომელიც შესრულებულია 1515 წლებში მოსე მიქელანჯელოს მიერ. ეს არის მოხუცი მოსეს გამოსახულება, რომელიც სხვათა შორის მიქელანჯელომ წლების შემდეგ დააკორექტირა, შეცვალა, მაგრამ ყველა მნახველი აღფრთოვანებაში მოდის, იმიტომ რომ ეს არის მართლაც საოცარი ქანდაკება. მოსეზე წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ის იყო მსახური და ლიდერი, რომელიც მოქმედება და არა უბრალოდ თავისი ნებით, არამედ უფლის პირდაპირ წინამძღოლობით. გადავშალოთ ბიბლია, გამოსვლის წიგნი თავი მესამე. დღეს წავკითხოთ მთლიან თავს. გამოსვლის წიგნი თავი მესამე. ვითხულობთ 22 მუხს. წემსავდა მოსე თავისი სიმამრის მიდიანელი მღვდლის ითროს წვრილფეხა საქონელს. წაასხა მან წვრილფეხა საქონელი უდაბნოს იქი და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში შვაგულ მაყვალში და დაინახა: აჰა, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის. და თქვა მოსემ: წავალ და ვნახავ ამდინ სანახაობას, რად არ იწვის ეს მაყვალი. და დაინახა უფალმა, რომ წავიდა სანახავად და დაუძახა მას ღმერთმა მაყვალის შვაგულიდან და უთხრა: მოსე, მოსე, და თქვა: აქა ვარ. და უთხრა მას უფალმა: ახლოს ნუ მოხვალ, გაიძრე ფეხზე შენი ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა. და უთხრა: მე ვარ მამა შენის ღმერთი, აბრაამისა, ღმერთი ისააკისა, ღმერთი იაკობისა. და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა. და უთხრა უფალმა: ხილვით ვიხილეთ ანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია და ვისმინე მისი კვნესა აღმსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან და შევიყვანო კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა ადგილზე და აჰა ისრაელის ძეთა კვნესა მოაწია ჩემამდე და ასევე ვიხილეთ ჩაგვრა, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ. ახლა კი წადი და მიგავლენ ფარაონთან და გამოიყვანე ჩემი ხალხი ისრაელის ზენი ეგვიპტიდან. და უთხრა მოსემ ღმერთს:
ვინა ვარ მე რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელის ძენი ეგვიპტიდან და თქვა მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად მე რომ მიგავლინე როცა გამოიყვანა მხალს ეგვიპტიდან ემსახურეთ ღმერთს ამ თაზე და უთხრა მოსემ ღმერთს აჰა მე მივალ ისრაელის ძეებთან და ვეტყვი მათ თქვენი იმამების ღმერთმა მომავლინა მეთქი თქვენთან და მეტყვიან რა არის მისი სახელი რა უთხრა მათ და უთხრა ღმერთმა მოსეს მე ვარ რომელიც ვარ და თქვა ასე უთხრა ისრაელის ძეთ მე ვარ მომავლინა თქო თქვენთან კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს ასე უთხრა ისრაელის ძეთ უფალმა თქვენი მამების ღმერთმა აბრაამის ღმერთმა ისააკის ღმერთმა იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ უფალი თქვენი მამების ღმერთი გამომეცხადა მე ღმერთი აბრაამისა ისააკისა და იაკობისა და თქვა ასე მონახულებით მოგინახულეთ თქვენ და ვინახე რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში მე თქვი წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი. მოისმენენ შენს ხმას და მიხვალ შენ და ისრაელის უხუცესნი ეგვიპტის მეფესთან და ეტყვით მას უფალმა ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ და ახლა წავალ 3 დღის სალვაგზაზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს ჩვენს ღმერთს. ვიცი რომ ეგვიპტის მეფე არ გაგიშვებს თუ არ აიძულებს მას ძლიერი ხელი და მე გავიწვდი ხელს და გავგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით რასაც მოვახდენ მასში და ამის შემდეგ გაგიშვებთ და ამ ხალხს მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში როცა წახვალთ არ წახვალთ ხელცარიელნი და ინად ხოვროს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანის ქალისგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი და სამოსელი და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი და გაძარცვეთ ეგვიპტენი ეს არის უფლის სიტყვები მოდი ვილოცოთ ზეციო ღმერთო მადლობთ შენი სიტყვისათვის შენი სიტყვა ტკბილი და ძვირფასია შენი სიტყვა მოქმედია ჩვენ მადლობას გიხდით შენი დაწერილი სიტყვისთვის რომელშიც გვეცხადები რომთაც შენ ნებას გვიცხადებ უფალო შენ გვაკურთხე გაგვიცხადე ჭეშმარიტება გააცოცხლე ჩვენი გული და მოგვეცი რწმენა რათა ამ რწმენით შენი საუკუნო ცხოვრება და მადლი დავიმკვიდროთ ჩვენ კი მადლობას გწირავთ იესო ქრისტეს სახელით გევედრებით ამინ იმისათვის რომ ეს ეპიზოდი გავიგოთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისტორიული კონტექსტი აბრაამის შემდეგ მისი შთამომავლობა 70 ადამიანი შედის ეგვიპტეში ისინი ცხოვრობდნენ ძალიან კარგ ადგილას იყვნენ დაფასებულნი მაგრამ შეიცვალა დრო მოვიდა ახალი მართველი ახალი მეფე ხელისუფლებაში რომელსაც აღარ ახსოვდა არც იოსები და არც ის საქმეები რომელსაც ღმერთი აკეთებდა შიმშილის დროს ებრაელებმა დაიწყეს გამრავლება და ჩვენ ხედავთ რომ 70 ადამიანის ანუ ეს იყო მთლიანი ოჯახი 12 ძე იაკობისა ისინი ხდებიან უკვე როგორც ერი ებრაელები უკვე არიან როგორც ერი და ამ დროს სიტუაცია იცვლება ახალი მეფე რომელმაც გადაწყვიტა რომ თავისი სასჯელებით ძიმე შრომით და ასევე კაცრი მოქმედებებით მაქსიმალურად შეეზღუდა და ხელი შეეშალა ებრაელთა გამრავლებისათვის ჩნდება მოსე რომელიც სასწაულად გადარჩება სასწაულებრივი გზით და მას იშვილებს ფარაონის ქალიშვილი 4 რამ მინდა ვთქვა დღეს პირველი ღმერთთა შეხვედრა ცვლის ადამიანის ცხოვრებას ღმერთთან შეხვედრა ნამდვილად ცვლის ადამიანის ცხოვრებას და ცვლის რადიკალურად როდესაც ჩვენ ამ ეპიზოდს ვკითხულობთ თითქოს ამ ნაწყვეტისას წიგნის ავტორი ორ კითხვაზე სემს პასუხს არ დაგვავიწყდეთ ეს თავად არის მოსეს მიერ დაწერილი ფაქტობრივად ჩვენ ვკითხულობთ ავტობიოგრაფიულ ნაშრომს მისი ცხოვრების ამბავს და აქ ის ორ კითხვაზე სემს პასუხს პირველი ვინ არის ღმერთი და ვინ იყო მოსე მოსე თვითონ წერს რომ
ის იყო პიროვნება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სამეფო კარზე, ფარაონის ასულის მიერ და იღებდა ეგვიპტეში დიდ განათლებას და ცოდნას, ცხოვრების განმავლობაში ყველაფერი ისე დატრიალდა, რომ აღმოჩნდა უდაბნოში, სადაც მწყემსავდა ცხვარს და რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, ეს ცხვარიც მას არ ეკუთვნოდა. კაცი, რომელიც სამეფო კარზე იზრდებოდა. აღარ ვლაპარაკობთ იმას, რომ ის იკვებებოდა საუკეთესო საჭმელებით, ის იღებდა საუკეთესო განათლებას, ის ცხოვრობდა როგორც მომავალი მემკვიდრე, რომელსაც პრაქტიკულად გარანტირებული ექნებოდა ყველაფერი, მაგრამ მისი ხასიათის თუ განგების გამო ის აღმოჩნდა ისეთ ადგილას, რომელსაც ის ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა. მას საკუთარი ცხვარიც არ ჰყავდა. ის, რომელიც მუდამ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა. ვინ იყო მოსე? ის იყო ადამიანი, რომელმაც ნებით უნებლიეთ ცხოვრებაში ერგო ესეთი ხვედრი, რომ ყოფილიყო მკვლელი. შეგახსენებთ, ამ დროს მას უკვე ქონდა დანაშაული ჩადენილი და მან უკვე მოკლა ადამიანი. პრაქტიკულად ჩვენ წინ არის მკვლელი, რომელიც გაექცა სასჯელს, იმიტომ რომ ფარაონმა გადაწყვიტა მისი დასჯა. მან ჩხუბის დროს, როდესაც შუამავალი, ანუ გამშველებელი უნდა ყოფილიყო, მოკლა ეგვიპტელი. ვინ იყო მოსე? ის აღზრდილი იყო სამეფო კარზე, მაგრამ იყო ნაშვილები. მას თავისი იდენტობაც კი არ ჰქონდა ნორმალურად, თუმცა ხვდებოდა, რომ ის ეკუთვნოდა ებრაულ ერს. ის იყო მის ძმათაგან უარყოფილი. და წარმოიდგინეთ, როდესაც ის უდაბნოში იმყოფებოდა, ეს მთელი მისი წარსული, მთელი მისი ისტორია, რა წარსული გააჩნდა მას, უცნაური წარსული სამეფო სასახლიდან, შემდეგ დანაშაულებამდე და ბოლოს ეგვიპტე. სადაც არ ვიცი რატომ აძოვებდა ცხვარს. ეგვიპტეში რატომ აძოვებდა ის საერთოდ უდაბნოში ცხვარს? უდაბნოში ხომ ბალახიც არ არის ნორმალურად, თუმცა ალბათ მას ძალიან ბევრი აზრი აწუხებდა. ის დარდობდა, ფიქრობდა როგორც მის წარსულზე, ასევე მის მომავალზე. თუმცა ცხადია, რომ ეს არის ეპიზოდი იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ის პიროვნება, კაცი, რომელიც იყო ცხვრის ფარის მწყემსი, ღვთის ერის წინამძღოლი. როგორ გახდა ის მწყემსი, ღვთის ერის ლიდერი. პასუხი მარტივია, ღმერთი ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ღმერთი ცვლის ადამიანის ცხოვრებას მაშინ, როცა ის ხვდება. კარგი, გასაგებია, რომ ღმერთი ცვლის ადამიანის ცხოვრებას და ადამიანის ცხოვრება იცვლება რადიკალურად, მაშინ, როცა ღმერთი ხვდება მას და ბიბლიაში არის უამრავი მაგალითი. ჩვენ გუშინ ვსაუბრობდით პავლეს შესახებ. ეს არის უნიკალური, უპრეცედენტო ისტორია, როდესაც კაცი, რომელიც თავისი არსით იყო მტერი, ქრისტიანობის მტერი, გახდა ქრისტიანობის უდიდესი მქადაგებელი. ეს მხოლოდ შეეძლო გაეკეთებინა ღმერთს და ღმერთთან შეხვედრას. ასევე არის კიდევ ერთი მაგალითი, ზაქე. როგორ ხდება ადამიანი გამომძალველი, უდიდესი გამღები. მისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, იმიტომ რომ ის ხვდება ქრისტე ღმერთს და იცვლება მისი ცხოვრება. როგორ ხდება ეს ყველაფერი? როგორ ცვლის ღმერთი ადამიანის ცხოვრებას? ადამიანის ცხოვრება, ჩვენი ცხოვრება ეტაპებად არის დაყოფილი. არასოდეს არ არის ის ერთხაზოვანი, სწორხაზოვანი და თითოეული ადამიანის ცხოვრება შედგება მოვლენებისაგან, გარკვეული აქტივობებისაგან. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ცხოვრებაში ხდება უბედურება. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ცხოვრებაში მოდის კატაკლიზმები. როდესაც ჩვენი ცხოვრება იცვლება, არასოდეს არ არის ერთხაზიანი ჩვენი ცხოვრება. შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ჯანმრთელობის პრობლემა, შეიძლება ადამიანს ახლობელი დაეღუპოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ განსაკუთრებით ადამიანები ახალგაზრდა ასაკში, რომ ცხოვრება არის მდორე, ერთფეროვანი, სწორხაზოვანი და თუ დღეს მე ასე ვცხოვრობ, მთაზე ვცხოვრობ, მე ვერასოდეს ვერ მოხვდები მდელოზე. მაგრამ ცხოვრებაც ეს არის, რომ მას შემდეგ რაც ყველაფერი შეიცვალა ედემის ბაღში, შეიცვალა ადამიანების ცხოვრების მიმდინარეობა. რას ნიშნავს ეს? თუ მთაზე ვიმყოფებით, არის იმის ალბათობა, რომ ადამიანმა განიცადოს მდელოზე ყოფნა. თუ მდელოზე ვიმყოფებით, დაბლობში ვიმყოფებით,
შეიძლება რომ ცხოვრებამ აგვიყვანოს მთაზე. ამიტომ აქ ჭირდება დაკვირვება და სიფრთხილე, სიბრძნე და მადლიერება, რომ ვიცოდეთ რომ ჩვენ ცხოვრებას მთლიანად არ განვაგებთ. რითი შეცვალა ღმერთმა ამ წყემსი კაცის ცხოვრება, კვლელის, რომელმაც განიცადა ეს ფუფუნება, ეს სიმდიდრე, მაგრამ თავისი ტემპერამენტის, თავისი ხასიათის, ემოციურობის გამო აღმოჩნდა ძალა უნებურად გადასახლებაში. ის ხომ პრაქტიკულად იყო ძებნილი, მას ალბათ წითელი ცირკულით ეძებდნენ, რომ დაეჭირათ. იმიტომ რომ მან მოკლა ადამიანი. მაგრამ ის ხვდება ღმერთს და ღმერთი ცვლის მის ცხოვრებას სიტყვის მეშვეობით. ერთადერთი რამ, რაც ნამდვილად ცვლის, სამუდამოდ ცვლის და ცვლის რადიკალურად ადამიანის ცხოვრებას, ეს არის ღვთის სიტყვა. არ იფიქროთ, რომ ადამიანის ცხოვრება იცვლება, როცა ის ხედავს სასწაულებს. ამის უამრავი მაგალითი არის ბიბლიაში, როცა ადამიანები ხედავდნენ სასწაულებს, ფორმალურად იცვლებოდნენ, მაგრამ ცხოვრება მაჩვენა, რომ ადამიანის გული არასოდეს არ იცვლება. არ იფიქროთ, რომ თუ ადამიანისგან გამოვლინდა რაღაც გარკვეული სახის ნიჭები ან გარკვეული სახის გარეგანი გამოხატულება ტალანტებისა, მაშინ ადამიანი იცვლება. იმიტომ რომ ამას არ შეუძლია ადამიანის შეცვლა და არც მისი რწმენის შეცვლა. ერთადერთი ყველაზე ძლიერი, ყველაზე მოქმედი იარაღი, რაც გააჩნია ღმერთს რომ შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, ეს არის მისი სიტყვა. აი რას ამბობს ებრაელთა მიმართ წერლის ავტორი ღვთის სიტყვაზე, როგორ ახასიათებს მას მეოთხე თავში, რომ ღვთის სიტყვა, რომელიცაც ჩვენ გველაპარაკება ღმერთი, არის იარაღივით. ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესურ მახვილზე უფრო ბასრი და აღწევს სამშვენივრისა და სულის, სახსარსა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს. აი რატომ გაურბიან ადამიანები ღვთის სიტყვას? ადამიანებს მოწონთ სანახაობა. აი მოსემ, როდესაც დაინახა ალმოდებული ბუჩქი, წერია რომ მან დაინახა სანახაობა და წავიდა სანახობის საჩვენებლად. ადამიანებს უყვართ ეს სანახაობა. აი სასწაულია, აი შეხედე როგორ ცეცხლი უკიდია, მაგრამ არ იწვის. დაწერილია რომ ის წავიდა ამ ბუჩქის სანახავად. რა ხდება? რატო რა მოვლენა? ხო სასწაულია აშკარად. მაგრამ მას არ შეეძლო მისი ცხოვრების შეცვლა. ერთადერთი, რომელმაც მოატრიალა მისი ცხოვრება რადიკალურად, ეს იყო ღვთის სიტყვის გამოცხადება. მისი სიტყვის მეშვეობით ღმერთთან შეხვედრა ცვლის ადამიანის ცხოვრებას და ადამიანის ცხოვრება იცვლება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვის მეშვეობით. ეს არის საოცარი ისტორია, როგორ გახდა ეს ადამიანი, რა უნდა საერთოდ ცხრის ფარასთან, ის იყო ღვთისერის წარმომადგენელი. შეიძლება ვიღაცამ მას ბრალიც დასდოს, შეიძლება მას განსაჯოს და უთხრას, რატო ყოფთი სხვების დავაში. რა შენი საქმე იყო? ჯერ იყო და ებრაელი მოკალი, მერე იყო და მოგინდა მსაჯულობა ორი შენი თანამოძმის წინაშე. რა შენი საქმე იყო? რატო ერეოდი? მაგრამ როგორც ჩვენ ვიგებთ ისტორიიდან, ის იყო მოწოდებული ამისთვის. მას სურდა, რომ ყოფილიყო მოწოდებით მათი ლიდერი, მაგრამ სამწუხაროდ მისმა ძმებმა უარყვეს. სამწუხაროდ ისე არ გამოვიდა მის ცხოვრებაში. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვსურს. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ღვთის სიტყვას აქვს ძალა შეცვალოს ჩვენი გულები, აზრები და დაბადოს ჩვენში ნამდვილი რწმენა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მეორე რამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ და ვუყურებთ მოსეს შეხვედრას, ამ დიად შეხვედრას ღმერთთან, რომელთაც პრაქტიკულად კარდინალურად იცვლება ღვთაებრივი ისტორია, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ღმერთი აწესებს ერთადერთ სტანდარტს. ეს არის სიწმინდის სტანდარტს. მაშასე მოსე უახლოვდება, ჩვენ ხედავთ ამ სურათს, ის უახლოვდება ალმოდებულ ბუჩქს. ღმერთი ეძახის მას თავის სახელით, მოსე, ის პასუხობს, აქ ვარ. ღმერთი ეუბნება, არ მოხვიდე. გაიძრე ფეხზე. ფეხსაცმელი გაიხადე, რადგან ადგილი, სადაც შენ დგახარ, ეს არის წმიდა მიწა, წმიდა ადგილი. ღვთაებრივი სტანდარტი ეს არის სიწმინდე. არ შეიძლება იქადაგოს სახარებაზე და გამოგჩეს ღვთაებრივი სიწმინდე.
ღმერთის სტანდარტი, რომელთაც ის ჩვენ გვესაუბრება, რომელთაც მას სურს, რომ გქონდეს ჩვენთან ურთიერთობა, ეს არის სიწმინდე. რა არის ღმერთთან ურთიერთობის წინაპირობა? ყველაზე მთავარი, არა ჩვენი ღიმილი, არა ჩვენი აწეული ხელები, არა ნიჭები, ტალანტები და მსხვერპლიც კი, არამედ სიწმინდე. ღმერთი ითხოვს სიწმინდეს. ღმერთი არ მიდის კომპრომისი არასოდეს სოდვასთან. მან არ შეიძლება რომ დახუჭოს თვალით სოდვაზე. და არ შეიძლება რომ ჩვენ გვსურდეს ღმერთთან ურთიერთობა. ჩვენ გვინდა ვიყოთ სულიერები, რელიგიურები, ეკლესიურები და ამ დროს სამწუხაროდ არ შეიძლება რომ ჩვენი ბაგე, ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი საქმეები იყოს ბინძური, იყოს უწმინდური და იყოს სოდვილი. ებოდა ძმებო, თუ ჩვენ ვაპირებთ ღმერთთან ურთიერთობას, ღმერთთან, რომელიც უკვე გამოგვეცხადა როგორც წმინდა ღმერთი, ჩვენ არ შეიძლება ამ საკითხს ხაზი გადაუსვათ. ხავიერ დიუფორი, რომელიც გახლავთ, ლეონ დიუფორი, რომელიც გახლავთ, ძალიან საინტერესო წიგნის ავტორი, წიგნს ქვია ბიბლიური თეოლოგიის ენციკლოპედია, ლექსიკონი. ის ამბობს, რომ ღმერთი ადამიანთან ურთიერთობის მომენტში უკვე უცხადებს მოსეს თავს, რომ მისთვის სიწმინდე მნიშვნელოვანია. რომ არ შეიძლება ღმერთთან გქონდეს ურთიერთობა სიწმინდის გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი, როდესაც მან თქვა, ადგილი სადაც გახარ წმინდა მიწა, არ მოხვიდი, არ მოვახვდე, იგივე ხდება სინაის მთასთან. იგივე ხდება იმ ადგილთან. ღმერთიანობა არ მოხვიდეთ მთასთან, ვინც მოვა დაიწובה, ვინც მოვა დაიღუპება, იმიტომ რომ ღმერთი მანიფესტაციას აკეთებს, მას სურს, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ის არის წმინდა ღმერთი. და მასთან ურთიერთობა არ შეიძლება ნებისმიერი ფორმით, ან ნებისმიერი სახით, ან ნებისმიერ დროს. ღმერთი არასოდეს არ მიდის კომპრომისზე სოდვასთან. არ შეიძლება ერთი ხელით ჩვენ სიგარეტი გვეჭიროს და მეორე ხელით აპყრობილი ქადაგებდეთ და ვადიდებდეთ ღმერთს. არ შეიძლება ჩვენი ბაგე უწმინდურ სიტყვებს ისროდეს და მეორეს მხრივ ვაკურთხებდეთ ღმერთს. არ შეიძლება, შეუძლებელია. ღმერთთან ვერ გვექნება ეს ურთიერთობა. როდესაც ჩვენ გსურს ვიყოთ ღვთის მეგობრები, პირველი რასაც იესო გვეუბნება არის ის, რომ თუ თქვენ ჩემი მეგობრები გინდათ იყოთ, აუცილებლად გააკეთეთ ის, რასაც მე ვამბობ. დაინახეთ, რას ამბობს იესო ქადაგება მთასა ზედა. მათეს სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ ამ საოცარ ქადაგებას იესოს მიერ შესრულებულს. და ის ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც არიან გულით სუფთანი, ისინი იხილავენ ღმერთს. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. თუ ჩვენ გსურს რომ ვიხილოთ ღმერთი, ეს არის ღვთაებრივი სტანდარტი. აუცილებლად ჩვენი გული უნდა იყოს სუფთა. და ასევე წმინდა მოციქული პეტრეც თავის პირველ წერილში საუბრობს ამის შესახებ. ეკლესია მუდამ საუბრობდა, ეკლესია არ ამბობდა, მოდი ნებისმიერ ფასად და ღმერთი მიგიღებს შენ. მეგობრებო, თუ ცოდვა არ დარჩება უკან, ვერასოდეს ვერ იქნება ღმერთი ჩვენს წინ. პირველი პეტრეს წერილი, აი რას ამბობს, რას წერს პეტრე ეკლესიას, დიდი მოციქული. თვითონაც იყავით წმინდები ყოველგვარ საქციელში, როგორც წმინდა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ, რადგან წერია იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე. გეკითხებით, როგორ შეიძლება ამ სიწმინდის მიღწევა? როგორ შეიძლება ამ სიწმინდის მიღწევა? დააკვირდით, სად ეუბნება ღმერთი მოსეს ამ სიტყვებს? უდაბნოში. ის ამბობს, შენ წახვალ, გამოიყვან ებრაელ ხალხს. მე გავანთავისუფლებ მათ, მოხვალთ ისევ აქ, ამ ადგილზე, უდაბნოში და თაყვანს მცემთ მე. რა არის ეს უდაბნო? უდაბნო არის ის გზა, რომელსაც ყველა მორწმუნე გადის ღვთის სასუფევლამდე. არ აქვს მნიშვნელობა შენ როდის მოინანიე, უდაბნო აუცილებლად უნდა გაიარა. რა გზა გაიარა ებრაელმა ხალხმა ეგვიპტიდან აღდგომიწამდე, ეს იყო უდაბნოს გზა. ადგილი, სადაც არის ბევრი განსაცდელი, არის ბევრი სირთულე, არის ბევრი ტკივილი, თუმცა ღმერთი იჩენს განსაკუთრებულ მადლს, რომ ადამიანი, როგორც იყო მოსე, აიყვანა და გახადა მისი ერის წინამძღოლად. აი ეს არის მადლი. ღმერთს შეუძლია ეს მკვლელი აქციოს ლიდერად, რომელმაც 3 მილიონ კაცს უწინამძღვრა.
აღთქმულ მიწამდე. ღმერთს შეუძლია ადამიანი აირჩიოს და გახადოს ნამდვილი ლიდერად და ეს არის ნამდვილი მადლი. არ დაგოიწეს ღვთიური სტანდარტი არის სიწმინდე, მაგრამ აქ ჩნდება ღმერთის მადლი. როცა ღვთის დახმარებით ადამიანები იცვლიან თავის ცხოვრებას და ღვთის დახმარებით ადამიანი ინახლებენ გულს. ებრაელებს უნდა გაევლოთ უდაბნო, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ სწორედ უდაბნოში ყოფნისას, სწორედ იქ, სადაც ღმერთი ითხოვს სიწმინდეს, ღმერთი ჩვენზე ავლენს განსაკუთრებულ მადლს. მადლის გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვერ გავივლეთ. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ წავიღებთ ათ მცნებას, ორ ფილაზე დაწერილს და გავალთ უდაბნოს, პრაქტიკულად ვცდებით, იმიტომ რომ აღთქმულ მიწას ჩვენ ვერ მივახცევთ 10 მცნებასთან ერთად. რა უთხრა ღმერთმა? უთხრა, რომ პრაქტიკულად ის ღმერთის განაცხადი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიწმინდე. სიწმინდის გარეშე არ არსებობს ურთიერთობა. მესამე, რაც კარგად ჩანს ამ ადგილას, ეს არის ის, რომ ღმერთი მოქმედებს მაშინ, როცა ჩვენ გვტკივა. ღმერთი მოქმედებს მაშინ, როცა ჩვენ ვიტანჯებით. გამოსვლის მეორე თავში, პრაქტიკულად მეორე თავის ბოლოს, მანამ სანამ ღმერთი შეხვდება მოსეს, წერია ესეთი რამ, რომ მას შემდეგ, რაც დაიღუპა კიდევ ერთი მეფე ეგვიპტეში, ისრაელის შვილები კვნესოდნენ მძიმე შრომისაგან. გოდებდნენ, ტიროდნენ და აი ამ გოდებამ და ტირილმა მიაღწია ღაღადმა ღმერთს. და ღმერთმა ისმინა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისააკის და იაკობის მიმართ და დაინახა ღმერთმა ისრაელის ზენი და მოხედა მათ ღმერთმა. ეს არის გამოსვლა მეორე თავის ბოლოს. აი ამის შემდეგ იწყება ის, რაც ჩვენ წავიკითხეთ, ანუ შეხვედრა მოსესთან. რა იხილა ღმერთმა? რა დაინახა ღმერთმა? რა მოისმინა ღმერთმა? რა გაიგო ღმერთმა? რატომ დაიწყო ღმერთმა მოქმედება? რატომ გადაწყვიტა ღმერთმა ადამიანების გადარჩენა და ხსნა? რა მიიქცია ღმერთის ყურადღება გეკითხებით? პასუხი არის მარტივი. ტანჯვამ, კვნესამ და სატკივარმა. ის ღაღადი და ის ჩაგვრა, რომელსაც განიცდიდა ებრაელი ხალხი ეგვიპტეში. ის გასაჭირი და ტკივილი, რომელსაც ის იტანდა, აღმოჩნდა ღმერთისთვის საკმარისი, რომ ღმერთს მოეხედა მათთვის და დაეწყო მოქმედება მათ გადასარჩენად. თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ღმერთს შეუძლია დაინახოს ჩვენი საქმეები, კეთილი საქმეები, თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ ღმერთი ჩვენი კეთილი საქმეებით, ჩვენი უნარებით, ჩვენი სათნოებებით, მაშინ ჩვენ არასდროს გვესმის ბიბლია. იმიტომ რომ აქ ცალსახად ხედავთ, რომ ღმერთი იწყებს მოქმედებას მაშინ, როდესაც ებრაელები განიცდიან ტანჯვას და ტკივილს. ისინი კვნესოდნენ. მათი ღაღადი, მათი ჩაგვრა იყო აუტანელი და ღმერთმა გადაწყვიტა, რომ მოეხედა თავისი ერისთვის. რა იხილა ღმერთმა? რა დაინახა ღმერთმა ასეთი, რომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ დაიწყო მოქმედება. სად იყო ღმერთი ამდენი ხანი? რამდენი 10 წლეული ცხოვრობდა ებრაელი ხალხი ეგვიპტეში? სად იყო ღმერთი, როცა კარგს ჭამდნენ, კარგს სვამდნენ, ლამაზი ცხოვრება ჰქონდათ, მრავლდებოდნენ? სად იყო მაშინ ღმერთი? რატომ არ დაინახა ეს ღმერთმა? რატომ არ მოისმინა ღმერთმა? რატომ არ განმოხედა ღმერთმა? დებოდა ძმებო, ეს არის ჩვენთვის უდიდესი გაკვეთილი და ნუგეში, რომ ის რასაც ნამდვილად ხედავს ღმერთი, ის რასაც ნამდვილად ესმის ღმერთს და რასაც უფალი ნამდვილად აფიქსირებს და ამჩნევს. ეს არის ჩვენი ღაღადი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი კვნესა. მაშინ როცა ჩვენ ვართ ტკივილში და განსაცდელში, მაშინ როცა ჩვენ ვართ იმ გზაზე, როცა უნდა გადავიტანოთ ტანჯვა და კვნესა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთს ესმის ეს. ეს არის ჩვენთვის უდიდესი ნუგეში, რომ ვიცოდეთ, რომ მას ესმის, როცა ვღაღადებთ მის წინაშე, როცა ვლოცულობთ მის წინაშე. ყველაზე ძლიერი ლოცვა არის ღაღადით ლოცვა. როცა შენ ხვრის რემს, როცა ღმერთს
აჩვენებს შენ ტკივილს. ღმერთმა მაინც ყველაფერი იცის. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ ასეთი ლოცვა აუცილებლად იქნება მოსმენილი ღმერთის წინაშე. როდესაც ღაღაძე ლოცვაზე ვსაუბრობთ, მახსენდება სულ ზუშვილო ქალი ხანა, რომელიც შედის ტაძარში და კვნესის, ტკივის, იმიტომ რომ მას ჩაგრავენ, მას ამცირებენ, ამ ადამიანს უწევს ენით აღუწერელი ტკივილის გადატანა. არის პრობლემა, რომელიც შეგიძლია გადაჭრა, მაგრამ არის პრობლემა, რომელიც არ შეგიძლია გადაჭრა, იმიტომ რომ ის შენს ძალებს აღემატება. ასეთი იყო ხანას პრობლემა, მას არ ყავდა შვილი. გადიოდა წლები, 1 წელი, 2 წელი, მაინც მიდის ტაძარში, მაინც ლოცვობს და ბოლოს უკვე ძალიან სულგამწარებული იყო, ასე წერია და იწყებს ლოცვას და მღვდელმაც კი უთხრა, რომ შენ თვრალი ხარ, რატო ლოცულობ, თვრალი ხარ, სინამდვილეში ეს ხალი იყო ძალიან სულგამწარებული და შემდეგ აკეთებს ერთგვარ აღსარებას ღვთის წინაშე. სწორედ ასეთი ლოცვა დაწერილია, რომ ამნაირმა ლოცვამ ღმერთის ყურამდე მიაღწია. და ღმერთმა შეისმინა და მიცა მას შვილი. ბიბლია და ძველი აღთქმა განსაკუთრებით სავსეა ადამიანებით, რომლებიც იტანჯებიან. სავსეა ადამიანების ლოცვებით, რომლებიც გადიან სხვადასხვანაირ პრობლემას და განსაცდელს. ავიღოთ ფსალმოთა წიგნი. ეს საერთოდ ეს არის ადამიანის მდგომარეობების გამსაზღვრელის ლექსიკონი, ენციკლოპედია. რა გინდათ რომ იქ არ ნახოთ? დევნა გინდათ არის, ტკივილი გინდა არის, ღალატი გინდათ არის. ეს არის ლოცვათა კრებული, სადაც ადამიანები ღვრიან მათ სულს. მაგრამ არის ერთი წიგნი ბიბლიაში, რომელიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ რა აზრი ქონდა ამ წიგნის დაწერას. საერთოდ რაციონალურ აზროვნებას მიყვება ერთგვარად, რაციონალურ აზრს მიყვება მთელი კრებული ბიბლიის 66 წიგნი, მაგრამ ერთი წიგნია, რომელიც შეიძლება ვიფიქრო, რომ ზედმეტი ხო არ არის, ან რატო დაწერა ღმერთმა, ან რა, ეს არის იობის წიგნი. იობის წიგნი ეს არის კვნესა, ღაღადი, ტკივილი და კითხვა, რატომ? ძალიან დიდი წიგნი, რატომ? ჩვენთვის საყვარელი ტიმ კელერი თავის წიგნში სიარული ღმერთთან ერთად ტკივილსა და ტანჯვაში. ეს წიგნი აქვს, ძალიან კარგი წიგნია, ძალიან სასარგებლო და მე ვიტყოდი აღმშენებლური წიგნია, იმიტომ რომ არასდროს ადამიანის არ გადის ტკივილს და ტანჯვას ცხოვრებაში. და კელერი ამბობს, რომ როდესაც ვუკვირდებით, რატომ დაწერა ღმერთმა ეს წიგნი, საერთოდ რატომ ჩადო ღმერთმა ეს წიგნი, ჩვენ ვხვდებით, რომ ამით ღმერთს იმის თქმა სურს, რომ ღმერთს ესმის, როცა ჩვენ ვართ სასოწარკვეთილები. ღმერთს ესმის, როცა ჩვენ ვართ ტკივილში, განცდებში. ეს არ არის ღმერთისთვის უცხო, უფრო მეც გეტყვით. ქრისტემ ყველაფერი გადაიტანა. ქრისტემ ყველაფერი განიცადა. ქრისტემ ყველაფერი გამოიარა და ჩვენ არ შეგვიძლია მას ვეწუწუნოთ და უსაყვედუროთ, რომ შენ არ შეგიძლია რომ გაიგო. რა იხილა ღმერთმა? რას მიაქცია ღმერთმა ყურადღება? ღმერთს ესმის არა ჩვენი წარმატება, არა ჩვენი კურთხევები, არამედ ჩვენი ტკივილი და კვნესა. ჩვენი გასაჭირი და ჩვენი პრობლემები. და იობის მაგალითი ეს არის საოცარი მაგალითი, იმიტომ რომ დაიწერა უშუალოდ ტანჯვის გამო და ჩვენ იობში ვხედავთ, რომ შეიძლება ადამიანი იტანჯებოდეს და იტანჯებოდეს უსამართლოდ. ასეთი ფენომენიც არსებობს. ღმერთი ხვდება, როგორ ვართ, როგორ ვლაპარაკობთ, როცა სასოწარკვეთილები ვართ. მაგრამ არის ერთი თანამგრძნობი, რომელსაც შეუძლია ყველაფერში ნუგეში გვცევს. ეს არის იესო ქრისტე. ყველაფერში თანამგრძნობი. ყველა ტკივილსა და კვნესაში. რომელმაც ნამდვილად იტანჯა უსამართლოდ. და ბოლოს. მაშასე ჩვენ თქვით, რომ ღმერთთან ცხოვრება რადიკალურად ცვლის ადამიანს და ღმერთი ცვლის ადამიანს სიტყვის მეშვეობით. ღმერთი ადგენს ღვთიურ სტანდარტს და ეს არის სიწმიდე მასთან ურთიერთობისთვის. ჩვენ თქვით, რომ ღმერთი მოქმედებს, იწყებს მოქმედებას მაშინ, როცა ჩვენ გვტკივა და მაშინ ჩვენ როცა ვიტანჯებით. მაგრამ არსებობს მეოთხე. ღმერთი ამზადებს გეგმას, ღვთაებრივ გეგმას, თავისი ერის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არც კი იციან. მოსე იყო უდანაში. ღმერთმა მას გადაუშალა, კარგი გაგებით, მთელი გეგმა. ღმერთმა უთხრა, აი ეს არის გეგმა. შენ უნდა იყო ლიდერი. შენ უნდა გამოიყვანო ებრაელი ხალხი.
მოსე ეკამათება, დამიჯერებენ, არ დამიჯერებენ, ვინ გამოგაგზავნა, რა ის წასვლა აქ მუშაობა, სამუშაოა, მოგტებით, გვაწვალებენ. ებრაელები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ ეგვიპტეში. მათ ისინი პრინციპში იყვნენ ორ ცეცხლს შორის. არ იმუშაებდი, საჭმელიც არ გექნებოდა, იმუშაებდი ცუდად, მოგიწევდა მათრახი. მათი ყოფა იყო მართლა გაუსაძლისი, მაგრამ ღმერთი ამზადებს უკვე გადარჩენის გეგმას მაშინ, როდესაც ისინი აზრზეც არ არიან. საერთოდ ვერც კი ხვდებიან, უკვე ღმერთი იწყებს მოქმედებას. სად ეგვიპტე და სად უდაბნო. როცა მოსე იმყოფებოდა უდაბნოში, შეიძლება ის ფიქრობდა წარსულზეც, მომავალზეც. შეიძლება ნანობდა კიდევაც, მაგრამ მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ღმერთი ამზადებდა გრანდიოზულ საოცარ გეგმას, ხსნის გეგმას, სასწაულებით სავსეს. არ და ის კიდევ ჩვეულებრივ სანახაობა წავიდა. შოუ, ეს ადამიანებს ჩვენ გვაქვს, ჩვენ გვიყვარს სანახაობები. ის ამის წავიდა, ალბათ იყო ძალიან ინტერესიანი, აინტერესებდა მას. მაგრამ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ გადაერჩინა ადამიანები, ამ ადამიანის თავისიერი გადაერჩინა ამ პიროვნების მეშვეობით და მაინც როგორ გადაარჩა? იქ რომ მიხვალ, შენ დაგაპატიმრებენ, შენ ძებნაში ხარ. შენ გეტყვიან, არც განათლება ხარ, განათლება გაქვს, უარყავი, უარი თქვი მემკვიდრეზე, მემკვიდრეობაზე. შენ არ მიგიღებენ არც შენი ძმები. აი როგორ გინდა რომ წახვიდე? საშიში ეგ წასვლა. ღმერთი ეუბნება ერთ რამეს. მე ვიქნები შენთან. ეს იყო მისთვის საკმარისი. მე ვიქნები შენთან. ეს იყო მისთვის იმდენად საკმარისი, რომ უკვე დაიწყო მიღება დეტალური გეგმის, რას აპირებდა ღმერთი. როგორ აპირებდა ღმერთი მათ დახსნას. მესამე თავის მერვე მუხში წერიასთი რა. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენი ქადაგების სათაურად. ჩამოვედი, რათა ვიხსნა. ღმერთისთვის უბრალოდ საკმარისი არ იყო მოსეს ყოფნა, რომ მოსეს გამოიყვანა. მოსე პრაქტიკულად ვერც გამოიყვანდა. უნდა გამოიყვანა ღმერთს. ამიტომ ღმერთმა თქვა, მე ჩამოვედი. მე უკვე აქ ვარ. მე უკვე ვაკონტროლებ ყველაფერს. და ვარ აქ იმისთვის, რომ დავიხსნა ჩემი ერი. ჩამოვიდე, რათა ვიხსნა. ღმერთმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ეხსნა ეგვიპტიდან ხალხი, მიეცა მათთვის რჯული, მაგრამ უცნაური ის არის, რომ რჯული ვერასოდეს ვერ იქნებოდა საკმარისი. ჯერ იყო გათავისუფლება, შემდეგ რჯული. ჯერ დახსნა, შემდეგ წესი. ჯერ იყო მადლი, შემდეგ მორჩილება. მაგრამ მაინც რჯული საკმარისი არ იყო. რა გზით აპირებდა ღმერთი მათ დახსნას? ღმერთი პირდაპირ უნდა ჩარეულიყო საქმეში. ღმერთი უშუალოდ უნდა მოსულიყო და მოეხდინა ინტერვენცია. იმისათვის, რომ აღსრულებულიყო ღვთის გეგმა. მრავალი სასწაული მოახდინა მოსემ. და ეს სასწაულები არ არის უბრალოდ განსაცვიფრებელი, არამედ ეს იყო სასწაული, რომელსაც მოყვა ძალიან დიდი ზარალი და მსხვერპლიც კი, მაგრამ იყო ერთი სასწაული, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ყველაფრის ბედი. ეს იყო ღმერთის ჩავლა. ღმერთი უშუალოდ უნდა ჩავლილიყო იქ, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები. ღმერთი უშუალოდ უნდა ჩავლილიყო იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობდნენ ღვთის ხალხი ეგვიპტეში. რას გვასწავლის ეს ისტორია? რას გვეუბნება ეს ამბავი? ეს ადგილი მიგვანიშნებს და გვასწავლის იმას, რომ ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს. ღმერთს აქვს თავისი გეგმა და თავისი განგებულება. შეიძლება ჩვენ გვეჩვენებოდეს, რომ ჩვენ მართავთ რაღაცას. შეიძლება ჩვენ გვეჩვენებოდეს, რომ ჩვენი ნებით კეთდებოდეს რაღაც, მაგრამ სინამდვილეში ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს. ღმერთი მართავს ყველაფერს. მისი განგება წყვიტავს ყველაფერს. ეს არის მთავარი აზრი და მთავარი სათქმელი. იმიტომ რომ დღეს როცა ინფორმაციის უდიდეს ნაკადში ვმყოფებით, დავუყურებთ რა ჩვენ იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენ ხვდება ჩვენ სიგვლივ, იქნება ეს პოლიტიკური მოვლენები, იქნება ეს მთავრობათა ცვლა თუ ხალხთა ცვლა თუ ასე შემდეგ და ის კატაკლიზმები რაც ხდება, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რა ხდება? სინამდვილეში ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს, ღმერთი მართავს ყველაფერს და გაიხსენეთ დანიელის წიგნი. ეს არის საუკეთესო მაგალითი, საუკეთესო ილუსტრაცია
იმის თუ რეალურად ვინ არის ბოსი, რეალურად ვინ არის ის, ვინც მართავს ყველაფერს. დანიელის წიგნში მეორე თავში აღწერილია სიზმარი, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს დაესიზმრა. დაესიზმრა სიზმარი, მაგრამ ეს ისეთი სიზმარი იყო, რომ ადამიანს გაუკრთა წაერთვა მოსვენება და ის ხდებოდა, რომ რაღაც სასწაული სიზმარი ნახა, მაგრამ პრობლემა იცით რაში იყო? სიზმარი დაავიწყდა. კარგი სიზმარი წესით არ უნდა დაგავიწყდეს, ხომ? არც ცუდი სიზმარი, მაგრამ დაავიწყდა და მან მოიხმო ბრძენი ხალხი, ვინც იმყოფებოდა იმ ქვეყნად, ბაბილონში და უთხრა, ეხლავე უნდა მითხრათ რა დამესიზმრა. ეხლავე უნდა ამიხსნათ კიდევაც რა დამესიზმრა და რატო დამესიზმრა. ბრძენმა ხალხმა უთხრა, ჩვენ ოღონდ გითხარი სიზმარი და გეტყვით, აგიხსნით. ნაბუქოდონოსორმა ბრალი დაასდო. თქვენ დრო გაგყავთ. თქვენ ხართ ცუღლუტი ხალხი. ეხლავე თუ არ მეტყვით სიზმარს და მის ახსნას გაგანადგურებთ. რა თქმა უნდა ბუნებრივია რა ბრძენიც არ უნდა იყოს ადამიანი მხოლოდ ღმერთს შეეძლოს გაეკეთებინა, ვერავინ ვერაფერი ვერ უთხრა. ვერავინ ვერაფერი ვერ აუხსნა. და გადაწყვიტა ნაბუქოდონოსორმა ყველას განადგურება, ვინც იყო ბრძენკაცები. თქვენ იცით რომ მაგ დროს ებრაელის 3 მაწვილი და მათი მეგობარი, დანიელი და მისი 3 მეგობარი იმყოფებოდნენ იქ, გადასახლებულები ტყვეობაში. და ღმერთმა ისინი დააჯილდოვა საოცარი მადლით და კურთხევით დანიელი იყო ძალიან ბრძენი და ღვთის მადლით მან შეძლო რომ აეხსნა საოცარი სიზმარი, ეთქვა და აეხსნა ის სიზმარი, რომელიც დაესწრა ნაბუქოდონოსორს და ნაბუქოდონოსორმა აღიარა ღვთაება, ღმერთი, ებრაელთა ღმერთი და უცნაური ცით რა არის ამ ისტორიაში? ისტორია შეეხებოდა იმას თუ რა მოხდებოდა მომავალში. ისტორია შეეხებოდა იმას თუ რა ქონდა ღმერთს გადაწყვეტილი. ნაბუქოდონოსორს ეგონა რომ მე ვარ ყველაზე დიდი მეფე. მე ვარ ყველაზე დიდი ლიდერი. ყველაფერი ისე მოხდება როგორც მე მინდა. მე მოვკლავ და მე არ მოვკლავ. მე როგორც მინდა ისე გავაკეთებ და როგორც წარმართავისი იქნება სინამდვილეში. ამ საოცარი სიზმარით ღმერთმა უთხრა რომ ყველაფერს მე ვაკონტროლებ. ყველაფერი ჩემი განგებულების და გეგმის მიხედვით მიდის. მე ვიცი რა უნდა მოხდეს. მე ისიც კი ვიცი რამდენი დღე დაგჩენია შენ სამეფო კარზე. პირდაპირ ეუბნებიან რა მოხდება მის თავს და ზუსტად ისე ხდება როგორც ღმერთმა გაუცხადა მას სიზმრებში. დებოდა ძმებო, ხშირად ჩვენს გულში შეიძლება შემოვიდეს თრთოლვა, შიში, ეჭვები, რა უნდა მოხდეს ამ მიწაზე. როცა ჩვენ ეჭვი გვეპარება, თუ ყველაფერი სტაბილურად არის თუ არაა სტაბილურად, რაღა უნდა მოხდეს? სინამდვილეში ღმერთი არის ის, რომელსაც თავისი გეგმა გააჩნია. და უცნაური ცით რა არის? ღმერთი მოქმედებას იწყებს მაშინ და ამზადებს ამ გეგმას მაშინ, როდესაც ჩვენ საერთოდ არც კი ფიქრობთ ამაზე. არც კი ვიცით ამაზე. თითქოს ეს რაღაც პარალელურ სამყაროში ხდება. ფაქტი არის ის, რომ ღმერთი მოქმედებს. ღმერთი მართავს და ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს. და შეგვეშინდება თუ ჩვენ დავინახავთ და მოვისმენთ ისეთ ამბებზე, რომელიც ხანდახან შეაზანზარებს ჩვენს გულს, ხანდახან გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ისე არ წავიდეს ყველაფერი, როგორც ჩვენ გვსურს. სამაგიეროდ ღმერთს აქვს გეგმა. ღმერთი უნდა ჩამოსულიყო, ღმერთი უნდა ჩარეულიყო. ყველაფერმა, რაც კი მოხდა ძველ აღთქმაში, ჩვენ დაგვანახა. ღმერთს არა, ჩვენ დაგვანახა, რომ ადამიანის გადასარჩენად არ იყო საკმარისი. არც ჩვენი მორჩილება, არც ჩვენი ნიჭები, არც ჩვენი სათნოებანი ერთადერთი რა, რაც შეეძლო ღმერთს გაეკეთებინა იყო ის უნდა ჩამოსულიყო. ის უნდა ჩამოსულიყო. აგუსტინე თავის აღწერებაში წერს, რომ ის ჩამოიშვა, ჩამოვიდა ზეციდან და ღმერთმა ესეც გააკეთა. და ბევრი კომენტატორი ამბობს, რომ ალმოდებული მაყლოვანი ეს თავად ქრისტეა. ქრისტეს სიმბოლოა. ვასილი დიდი ეკლესიის უდიდესი მოღვაწე ამბობს, რომ ალმოდებული მაყვალი, ანუ ბუჩქი, ეს არის ქრისტეს სიმბოლო. ვასილი დიდი ხას უსვამს ამ ბუჩქის ქრისტეს ცენტრულ განმარტებას. და განმარტავდა და ამბობდა, რომ ბუჩქი, რომელიც იყო ალმოდებული, რომელიც თითქოს იწვის, მაგრამ არც იწვის. ცეცხლი უკიდია, მაგრამ არ ნადგურდება, არ იწვის. ეს არის ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების სიმბოლო. რადგან იგი, როგორც ღვთისზე,
ჩამოვიდა ამ მიწაზე, შეუერთდა კაცობრიობას, მაგრამ მისი ღვთაებრივი ბუნება არ განიცდიდა ცვლილებებს და რჩება უცვლელი. ეს იესოა, რომელიც მიდის ჯვარზე და მას ნამდვილად უკიდია ცეცხლი იქ, მაგრამ არ იწვის, იმიტომ რომ ის არის თავად ღვთისზე. და წლების შემდეგ გადის მრავალი საუკუნე ამ შეხვედრიდან, ამ დიადის შეხვედრიდან და ჩვენ ვხედავთ, რომ მოსე გვეჩვენება ჩვენ უკვე გვევლინება ფერიცვალების მთაზე. მოსე უკვე ესაუბრება ქრისტეს და რაზე საუბრობენ მოსე და ქრისტე? გავიხსენოთ, ისინი საუბრობენ იესოს წასვლაზე იერუსალიმში. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დატანჯულიყო ღვთისზე. მოსე საუბრობდა ღმერთთან, აღთქმულ მიწაში შესვლამდე ალმოდებულ ბუჩქთან, მაგრამ შემდეგ ის ახალ აღთქმაში საუბრობს ქრისტესთან მის ტანჯვაზე და მის წამებაზე. იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი გზა, ნამდვილი გზა, რომელიც უნდა გაეარა ღმერთს, გაევლო ღმერთს იმისათვის, რათა ეხსნა მისი ერი, იმისათვის, რათა ჩვენთვის მოიტანა ცოდვების პატიება და იმისათვის, რათა ჩვენთვის მოიტანა გამარჯვება. მას ცეცხლი უკიდია, თუმცა არ იწვის. და ღმერთი უნდა ჩამოსულიყო. და ჩამოვიდა კიდევაც და გააკეთა თავისი საქმე, რათა ჩვენ მის მორწმუნეებს ქონდა წმენა, ქონდა მადლი და ქონდა დაჯერება, რომ ყველაფერს ისაკონტროლებს. მიუხედავად ყველაფრისა, გრძნობთ თუ არ გრძნობთ, ხედავთ თუ არ ხედავთ, ის ჩამოვიდა. ის წავიდა ჯვარზე, მან დაღვრა თავისი წმინდა სისხლი. საკუთარი სიცოცხლე გასცა, რათა ჩვენთვის მოეტანა გადარჩენა. ჩვენ გამოიყვანეთ ეგვიპტიდან, სულიერ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში, რომლის გავლა აუცილებლად ყველას მოგვიწევს, ყოფილიყო ჩვენთან ერთად. რათა უდაბნოში მას ეთქვა ჩვენთვის, ნუ გეშინიათ. ჩემი მადლი თქვენთანაა, ნუ გეშინია მე ვაკონტროლებ ყველაფერს, ნუ გეშინია მე ვიცი ყველაფერი, ნუ გეშინია მე მესმის ყველაფერი. თქვენი ტანჯვა, თქვენი ტკივილი, თქვენი ღაღადი, თქვენი ცრემლი, თქვენი სატკივარი და მე მსურს შევცვალო თქვენი ცხოვრება. ერთხელ და სამუდამოდ. მოდი დღეს წამოდგეთ ფეხზე. ვერწმუნოთ მას, როგორც ერთადერთ უფალს, ჩვენს ხსნელს, ჩვენს მეოხს, ის რომელიც ნამდვილად იწვოდა, მაგრამ რომელიც არ დაიწვა.